ისტორია დაიწერა. საქართველოს წყალბურთის ნაკრები მსოფლიო თასზე იასპარეზებს. ქართველებმა მსოფლიო თასის საგზური საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გასვლით მოიპოვეს. მათ ნახევარფინალურ შეხვედრაში გერმანია 19-13 დაამარცხეს. ფინალში კი მონტენეგროს შეხვდებიან. მსოფლიო თასზე საქართველოს გარდა იასპარეზებენ ავსტრალია, ხორვატია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია და მონტენეგრო. შესანიშნავი ნოკაუტი და მე-18 გამარჯვება კარიერაში. ქართულმა მებრძოლმა ამირან გოგოლაძემ ტოპ ევროპული MMA ორგანიზაციის ოქტაგონის ყოფილი ჩემპიონი იონ სურდუ პირველივე რაუნდში დაამარცხა. ქართულმა მეტოქე ერთი დარტყმით მაშინ გათიშა, როცა სურდუ ფეხით დარტყმას ცდილობდა. უპრეცედენტო ფაქტი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. ტოპ 5 ლიგის კაცთა კლუბს ქალი გაწვრთნის. 34 წლის მარი ლუიზაეტა ბუნდესლიგაში იმუშავებს და იუნიონ ბერლინის მთავარი სპეციალისტი იქნება. ამჟამად იუნიონ ბერლინი გერმანიის ბუნდესლიგაში 32 ქულით მე-11 ადგილზეა და გასავარდთა ზონას 7 ქულით აღემატება. 968 გოლი და კიდევ ერთი ნაბიჯი მიზნამდე. კრისტიანო რონალდომ საუდის არაბეთის ჩემპიონატში გოლი გაიტანა და ალ-ნასრის გამარჯვებაში დაიხმარა. 41 წლის ლეგენდარულ პორტუგალიელს 1000 გოლიანი ნიშნულამდე ახლა 32 გოლი აშორებს.